მშვიდობისა თვითონ მეგობრებო ეთერშია სოლ და დღეს ის დღეა სადაც ქალბატონი დეიდები სტუმრად მიდიან ბიძია ბაბუასთან. ბიძია ბაბუ ამ შემთხვევაში ალბათ დარწმუნებული ვარ მიხვდით რომ ეს მე ვარ, ხოლო ქალბატონი დეიდები ეს ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, ძალიან საინტერესო ადამიანები, ვინც ფაქტიურად ზრუნავენ მთელი დილიდან დილამდე თქვენს გუნება განწყობილებაზე. ეს დიდი ასე ვთქვათ დარბაისელი ხალხი გახლავთ ქალბატონი ნინო გეგეშიძე, რადიო 2 ქართული რადიო, ქალბატონი ანი ბრეგვაძე, რადიო 2 ქართული რადიო და ქალბატონი ხათუნა კობერიძე, რადიო 2 ქართული რადიო. მის მე კარგად ვიცნობ, ჩემი კოლეგები პირველი რადიოდან ნამდვილად გაუკვირდებათ, როგორ დავიმახსოვრე მე ეს ამდენი სახელები, იმიტომ რომ საერთოდ ყოველთვის დიდი პრობლემა აქვს, როცა ვაცხადებ აი სიტყვაზე ჩემი ხმის რეჟისორს, ანუ ვინ მუშაობს ახლა ჩემთან ერთად, მაგრამ იმის გამო რომ მე თქვენ ძალიან დიდი ხანია გიცნობ და მეგობრობთ კიდევაც მე ეს მოახერხებ. დღეს ჩვენ საერთოდ ვისაუბრებთ ხასიათზე. არა მარტო ხასიათზე როგორც ესეთზე, არამედ აი რატომ, როგორ და რანაირად აყენებთ თქვენ სხვადასხვა ბუნება განწყობილებაზე ადამიანებს. ხო? იმიტომ რომ ჯერ დავიწყოთ სიტყვიდან საღამომშვიდობისა. მოგაცერა? საღამომშვიდობისა დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე ასე ვთქვათ მინდოდა რაღაც ეფექტი მომეხტილე ახლა თქვენზე რამდენად მოახდინე ძალიან კარგი. პირველ რიგში ძალიან ადვილია ჩვენი სახელების და გვარების დამახსოვრება, უფრო მეტად გვარების, იმიტომ რომ ჩვენმა საერთო მეგობარმა იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ხშირად ქონია ესე ერთობლივი პროექტების ჩატარების მცდელობა და ვახორციელებით ამას. ჩვენი გვარებიდან გამომდინარე, ანუ კობერიძე, გეგეშიძე და ბრეგვაძე შეგვაქვა KGB. KGB. მე ეთერში დღეს. არა მე უკვე დიდი ხანია. არა, აბსოლუტურად განსხვავებული KGB-ა. KGB-დან. მაგრამ შეიძლება ეთერში უშვებს. ეთერში უშვებს ხალხს. დავიწყოთ მაშინ ალბათ იმ პირველი დღიდან როცა სურვილი გაჩნდა რომ რადიოში გემუშავა ადამიანს ახლა მოღვაწეობას ვერ ვეთქვი, იმიტომ რომ მოღვაწეობა ცოტა უფრო ისეთი სიტყვაა რაღაც რომელიც შეიცავს შემისადმი. საიდან გაჩნდა ახლა ნინო ვიცი რაღაც გარკვეულ ტრადიციასაც აგრძელებს, იმიტომ რომ დედამ მუშაობდა წლების განმავლობაში რადიოში, მაგრამ მაინც სადღაც ხო შენ თვითონ მიიღე ეს გადაწყვეტილება ალბათ. პრინციპში მე შეზღუდული მე რა რომ დედა მუშაობდა, შეზღუდული არ ყოფილა შემიძლია. პრინციპში მე კონსერვატორია მაქვს დამთავრებული ყველას. და აბსოლუტურად არ იყო საჭირო რომ რადიოში წავსულიყავი სამუშაოდ. უბრალოდ ისე მოხდა რომ იქ ვიზრდებოდი და ყველაფერი ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა. აი ეს ძველი რადიო სამზარეულოსი დღემდე აი FM რადიომდე ჩემ თვალწინ გაიარა ამან ყველაფერმა და თან რაღაცა ის რადიოს ურთიერთობა მომწონს თვითონ აი მსმენელთან ურთიერთობის მომენტი შეიძლება ძალიან გაცეთილია და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა რომ მე სულ სხვა ინტიმია და რომ ეს სულ სხვა არის და რადიო კარგია და ასე შემდეგ, მაგრამ მიყვარს იცით აი რაღაც არის რაც ხილავს შენ საქმეში მით უმეტეს როცა შენს პროფესიას არ წდები მუსიკოსაც რჩები ალბათ, იმიტომ რომ მუსიკასთან გაქვს კავშირი, რა მუსიკასთან ეს სხვა საკითხია მოგწონს, არ მოგწონს, იქ ბევრი რამ მოგწონს, ბევრი არ მოგწონს, მაგრამ თავისთავად მოხდა, ძალიან ბუნებრივად მოხდა ის, რომ მე რადიოში ვარ დღემდე და თქვა არ მიფიქრია თქო სხვაგან წასვლა. რადიო გადაცემის კეთება ჩემთვის არის ძალიან დიდი სიამოვნება. პირდაპირ ეთერით სიამოვნებაა, მაგრამ აი როცა აკეთებ გადაცემას, ხო, წინასწარ ხო, აი რაღაცა პროექტი ჩაფიქრებული და რაღაც იდეა ძირთად სამის ერთად ვემატება ხოლმე ესეთი იდეები და მე ერთად ვანხორციელებ და მე გარემოსაც აქვს აუცილებლად მნიშვნელობა. ხათუნა და ანი ჩემთვის უახლოესი ადამიანები არიან, ბავშვობიდან მოყოლებული, აი სტუდენტობა, კონსერვატორია რაღაცა სულ ერთად ვართ. ამიტომ ჩვენი აზრის განვითარების ლოგიკაში შეიძლება ითქვას ემთხვევა ერთმანეთს და ნუ ეს გაფიქრებული არ აქვს, დანარჩენი ორი უცებ ხვდებით ყველაფერს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ნუ თუ ერთნაირად ფიქრობთ, ნუ მოსაბეზრებელია, ხო, ეს შეხედვით, რომ ეხლა ყველაფერზე ერთნაირად იფიქრო, ბევრსაც ვჩხუბობთ, გითხრა, მაგრამ აი კარგად ვაკეთებთ ხოლმე რა იმ დროს ესე საერთო პროექტზეც მუშაობთ რა ემერზე ახლა.
თუ რამე გაგვიკეთებია, ერთად გვიკეთებია, ესეთი დიდი რა. კარგი, თუ კი გაგვიკეთებია. კარგი. ჩვენთვის რომ მოღვაწეობა ქვია ეგეთი. კიდევ ერთხელ მოღვაწეობას რასაც ჩვენ დავარქვით, ჩემს მომავალია, მაგრამ კიდევ ერთხელ მეტყოლებს იმაზე, რომ თუ გინდა შედეგი გამოვიდეს კარგი, ამაზე ერთმა ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, უნდა იმუშაოს გუნდმა. და ჩვენ ეს საკუთარ მაგალითზე ძალიან კარგად ვნახეთ, როდესაც გუნდია და როდესაც იცი, შენ ნებისმიერი ადამიანიდან რა შეიძლება აიღო, გამოიყენო მისი იდეა, აზრი და ეს გაითავისო და მე ეს საკუთარ იდეად თუ არა, მაშინ ზოგად იდეა და მნიშვნელოვანი იდეა წარმოაჩინო, მაშინ კეთდება ის საქმე კარგად. ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს აი გუნდი მუშაობს, საქმე იმაშია, რომ გუნდი ყოველთვის არის გარკვეული ტექნიკური მხარეც ახლავს გუნდს, ანუ ხმის რეჟისორი, მემონტაჟი და ასე შემდეგ. თქვენ ამ შემთხვევაში მე ხა როგორც კი წარმომიდგენია, ხართ ალბათ ასე ვთქვათ, პროექტის ავტორი და მაგრამ ვიღაცა ერთ-ერთი გამოდის წამყვანი, თუ სამივე ერთ-ერთში ესე არა? ეს ხდება რაღაცა ძალიან ერთდროულად ხდება. შენ წარმოიდგინე ჩვენს პირობებში ძალიან ხშირად გვიწევს ხოლმე ერთი და იგივე ფუნქციის, სხვადასხვა ფუნქციის უბრალოდ საკუთარ თავზე აღება. მე გულისხმობ აქ მემონტაჟის რეჟისორის თუნდაც. არის არსებობს ადამიანი რეჟისორი, რომელსაც ვთქვათ ენდობი, რომელიც შენთვის კომპეტენტური პიროვნებაა და შენის გეტყვის აქ როგორ გააკეთო რანაირად, ხო? ესეთი ადამიანები ნამდვილად არიან, მაგრამ ჩვენ ასე თუ ისე რაღაც ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყოველთვის გამოვდივარ და ვცდილობ რომ ჩვენი თუ კი შეგვიძლია ყოველთვის ჩვენი გავაკეთოთ რაღაც. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად გვიწევს მემონტაჟის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, რეჟისორის, ხმის რეჟისორს ვერ ვიტყვი ხა, იმიტომ რომ ხმის რეჟისორის ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს ჩვენი მეგობარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთობლივად რაღაცა საერთო პროექტები მე მგონი კარგად გამოგვდის. და არის აი რაღაცა ხო გინდა ხოლმე რომ შენ აზრს რაღაცა გაუწიო. ხო, აშკარა. მოვირება არ მიყვარს ეს. ხო, რაღაცა და ნუ უნდა გაიტანო რომ შენ ეს მიგაჩნია იმ წუთას სწორად და ყველაფერს აკეთებ და რაღაცა აი ნინო თუ მეთქს ან ხათუნა რომ იცი არა, უკვე მჯერა რომ ეს რაღაცა მომენტში ტყუილია რა, არ არის დარია და თქვათ ისეთი სალობირებო არ არის როგორც მე მგონია, იმიტომ რომ აი ვენდობი, აი რაღაცა მე შუალედურს ფიქრობ, რომ რაღაცა ზედმეტია პირიქით აკლია მარილი ამ რაღაცას. ვენდობი რა ორივე ადამიანი ძალიან. ერთი პერიოდი შენ დილის ეთერშიც იყავი. ეხლას მუშაობ, ესე იგი ანუ ის უწუნები რომ მე არ შემიძლია დილით მუშაობა და მე არ შემიძლია და ნუ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ ყველანი ძალიან გამიცდით, იმიტომ რომ სახლიდან როცა მივდიოდი სიტყვაზე დილით აი მაშინ მანქანა მყავდა ჩართადი, ვიცოდი ხა ანი ეთერში იყო და ვიცოდი აი ყველა ძალიან გვიყვარს დილი და ანი ყველაზე მეტად. მაგრამ ყველაზე დიდხანს მაინც შენ მუშაობ დილის ეთერში. არა, რატომ მე ორჯერ ვარ კვირაში დილით, ნინოც ორჯერ არის. აი, ხათუნას რაღაცა გაუვიდა რო. ეს რა დრო არის შენთვის მაგალითად ყველაზე ისეთი ოპტიმალური? სამუშაო, ხო? ხასიათიდან გამომდინარე. ხასიათიდან გამომდინარე ნუ ღამეა. თუმცა განწყობასაც აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა და თან კიდევ ერთხელ ვამბობ, აი პირდაპირ ეთერზე უფრო ან იმ ფორმით პირდაპირ ეთერზე რა ფორმითაც ახლა ჩვენ ვმუშაობთ, ხო? უფრო მხიბლავს აი მომზადებული რაღაცა ჩანაფიქრი გადაცემა და აი კარგად აწონდაწონილი თითოეული სიტყვა. იმიტომ რომ პირდაპირ ეთერი მაინც გარკვეულწილად გათამამებს და შეიძლება ვერ უწევ კონტროლს თითოეულ შენ სიტყვას და ყველაფერს ისე ვერ წონი. ბუნებრივი ხა 4 საათი როზი ხარ. ნუ მე ალბათ არა ვარ ისეთი პროფესიონალი, იმიტომ რომ მე საკუთარი თავის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს რა, იმიტომ რომ მე რომ მოვისმე ხოლმე რაღაცას. ნუ მინდა რომ თავი მოვიკო იქვე. პროფესიონალებსაც აქვს თავის პრეტენზია, მით უმეტეს. ნუ აი ის უფრო მირჩევნია რა. თუმცა აი ამ ბოლო დროს რაღაცა აი ღამის ეთერში, ამ ბოლო დროს არა. აი ღამე კარგად გრძნობ უფრო თავი. შეიძლება იმიტომ რომ საერთოდ ესეთი ტიპი ვარ, ღამე უმეცადინეობდი, ღამე ვაკეთებდი საქმეს, აი რაც ჩემს პირად სპეციალობას შეეხებოდა, სულ ღამე მიწევდა მუშაობა. შეიძლება ყურადღების მობილიზაცია, განწყობა, ფსიქოლოგიურად უფრო სხვანაირად ხარ მომართული, უფრო ინტიმ კამერულად. ალბათ ამიტომ. უფრო ღამე მირჩევნია. ქართული რადიო, ანუ 100.9, ხო? FM 100.9.
ძირითადად თუ საერთოდ მთლიან ქართული ფორმატია, ხო? მთლიანად ქართულია. იყო რაღაც ერთი პერიოდი, როცა უცხოური ცოტა იყო მამკა, უფრო ქართული სიმღერა მართლა ცოტა იყო და 95 წელს ცოტა იყო, არ იყო ფიზიკურად არაფერი ახალი და მე გამრავდა და შესაბამისად ჩვენი საერთო დროს ქართულისთვის გაიზარდა და სხვა ქართული რადიოების ძალიან დიდი დამსახურება ის რომ ქართული მოთხოვნის ბაზარი შეიქმნა. მე მგონია რომ მაინც ძალიან დიდი წვლილები უძღვის ჩვენს რადიოს. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი რადიო შეიქმნა, მაინც ძალიან დიდი ყურადღება მეტივად იყო გადატანილი უცხოურ მუსიკაზე. ჩვენც ასე ვიყავით. იმიტომ რომ FM რადიო ახალი ხილი იყო, მაშინ გაიხსნა იგივე პირველი რადიო რაღაცები და უფრო ყურადღება იქით იყო და ჩვენ ძირითადად გქონდა ამ დროისთვის რეტრო მუსიკა რა, რომელსაც არავინ არ უსმენდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობის ახალგაზრდობა ნაკლებად კი არა, არ უსმენდნენ რა. ჩვენ ჩანაწერი ფონდიდან ამოგქონდა სამწუთიანი ხუთი შედის ყველაფერებია ესენი ყველაფერი და დადე აიღე და სერიოზული ფიზიკური ვარჯიშიც იყო, იმიტომ რომ ტექნიკა, აბსოლუტურად ისეთი იყო. და ესე მუშაობდით. და მე ამა ყველაფერმა გაამართლა და პრინციპში უნდა თქვა რა, რომ ვახტანგ ნაინდაშვილის დამსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სკეპტიკურად უყურებდით ხოლმე რა. აი რაღაცა მომენტში მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ის რო იყო და მე მართლა გამართლდა რა, აი რაცაც ის კაცი ამბობდა, ის გამართლდა. ანუ უკვე ქართულ მუსიკაზე აქცენტი ისე კარგია, ცუდია, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში შექმნილ პროდუქციას დიდი ყურადღება ექცევა, ხო? უკვე ნებისმიერად. თქვენთან ერთგვარი ცენზურა, ანუ რაღაც გარკვეული გადარჩევის პრინციპი მაინც არსებობს. ყველაფერი არ გადის. არ შეიძლება მოვაკეთო, რაღაცა ჩვენ ქვეყანაში მე არ ვიცი, სად არსებობს ის სტუდიები, სადაც იწერება ის სიმღერები. იმიტომ რომ რაღაცა იოტა ქუშეტია ეთყობა, სადაც ყველაზე არის რაღაც სიმღერა, რომელიც მე ძალიან არ მომწონს რაღაც. აი ხანდახან ისეც გაიგონებს ჩვენი ხურები. ერთმისნებო ვნოთ რომ არ შეიძლება ამის მოსმენა, სვენელისთვის არ შეიძლება. იცი არის ხოლმე რომ ჩვენ რაღაცას თქვათ რაღაცა სიმღერას დავიწუნებთ და არა ჩვენი ფორმატის და არ უნდა სულ ამბობთ ხოლმე რა სიმღერა მაინც არ უნდა გავატანოთ თუ კამერა შევინახოთ და რაღაცა სასაცილო ანუ რაღაცა სერიოზული ფონდი შეიძლება სხვა შორის და შევინახოთ მაგრამ არის ისეთი რომელსაც ამისთვისაც არ გამოდგება რა ხანდახან არის ხო კიდე უფრო იშვიათია ესეთი რაღაცეები თანდათან მithometes იშვიათი იმიტომ რომ რაღაცა მართლა მოთხოვნა რომ გაიზარდა ის არის უკვე ხალხმა ცოტა კი მოგაიგო როგორი უნდა აი გარკვეულწილად მაინც თქვენ გავლენა სიტყვაზე მსმენელზე არა მარტო მის გემოვნებაზე, ეს თავისთავად ეს ყოველთვის იგრძნობა ალბათ ხასიათზე, ხო? როგორ ხასიათზე ხარ შენ, იმიტომ რომ პასუხს აგები ჩვენი საქმეობად, რომ რაღაცა ხანდახან უნებურად გადასდებ ხოლმე ვიღაცას ან კარგს ან ცუდს, იცი, რაღაცა ძალიან ხშირად თამაშობ, მაგრამ ეს თამაშიც რაღაცა უნდა იყოს, მე ყოფილვარ ისე მდგომარეობაში, რომ გამომირთია ეს მიქსერი და ჩამომიწევია ჩემი მიკროფონი გამომირთავს და მოთქმა ბოდებ და ტირილი აქ გაჩაღებული და ეთერში გავდივარ ძალიან ხალისიანი ხო ხამ თამაში შევეჩვია რა შენ კაცმა ვერ შეატყოს ძალიან ახლობელი შეიძლება მიხვდეს რომ იქ რაღაცა ვერ არის საქმე კარგად კაცს მიღმა მაგრამ არის გავლენა იცი როგორ მართლა რეკავენ ხარ და შენ გაიხარე და რაღაცა ამ პირიქით რატო ჯაღომაშვებინე ცხვირი და რაღაც არის ხოლმე როგორ რატოობის ხალხი უსმენს ძირითადად მაინც რადიოს ქართულად რა აბსოლუტურად აი ენის მოსლებით რო ლაპარაკობს ბავშვი ფაქტია რომ იმას ვიღაც არ ეკინებს მაგრამ იზიზრება ანუ და ნუ აი მოხუცებულებით დამთავრებული და თინეიჯერები და საშუალო თაობა აი ვერ ვიტყვი ხა მე თან ხო ვერ აკონტროლებ არა ეს რაღაცა სოციალური სამსახური უნდა იყოს თქვათ რომ რაღაცა დაადგინოს მაგრამ მე მიწევს ხო ყოველ მათგანთან ურთიერთობა იმ 4 საათის კონკრეტული საათის განმავლობაში ну აი ვერ გეტყვი რომ უფრო მეტად ისრეკავს ან ეს და გარდა მაგისა ფორმატიც ალბათ განაპირობებს იმიტომ რომ აქ კონკრეტულად ერთი მიმართულებით არ ხდება ეს ყველაფერი სადაც თქვა ჟღერს ტრადიციული სიმღერა, ტრადიციული ქართული საერთოდ სიმღერა, რასაც ჩვენ პირობითად ასე ვუწოდებთ ხოლმე, იქ ჟღერს თქვა ჯაზი. მაგრამ ეს ჯაზი ჟღერს ქართული მუსიკოსების შესრულებით, ჟღერს როკი, ჟღერს თქვა ქართული რეტრო. სხვათა შორის რეტრო მუსიკას ძალიან წარმოიდგინე, რომ ძალიან ბევრი მსმენელი ყავს და არა მხოლოდ ეს უფროსი თაობა, რომლებიც ყოველთვის უსმენდნენ და ყოველთვის ეთაყვანებოდნენ ამ მუსიკას. ძალიან ბევრი აი ეს ახალგაზრდა მომღერალი ახალგაზრდა მსმენელი ვინც ყავს ჩვენს რადიოს, უფრო მეტად აი ეს ტენდენცია შეიმჩნევა სხვათა შორის ჩვენს ესტრადაში,
რატო ხდება ასე, რომ აკეთებენ ეგრეთ წოდებულ რემიქსებს, რიმეიკებს აკეთებენ იმ ძველი ქართული სიმღერებისა. იმიტომ რომ ხედავენ, რომ იქ არის ის ბირთვის რაღაცა აუცილებელი, რაღაც მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება განვითარდეს სხვა კუთხით წარმართო. კი, თანამედროვედ გააკეთა, მაგრამ არის მელოდია, არის უღერებელი მელოდია, რომელიც შეიძლება რომელსაც შეიძლება რაღაცა ახალი სიცოცხლე მისცეს. და უნიკალური ჩანაწერები არსებობს, აი ეს ორიგინალური შესრულებებით და ასე შემდეგ. და სხვათა შორის კიდე ერთი პატარა არ ვიცი, ახლა რუბრიკა თუ აი სადღაც ყოველ ნახევარსაათში გადის ხალხური კახური იქნება ან ქართული ან თუშური, მაგრამ აუცილებლად. ჩემისადმი ხო ამ საკითხში რა თქმა უნდა მედიის ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი ნაწილია რადიო და თქვენი რადიო რა თქმა უნდა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. რომ ერთხელ მაინც უკეთე რა საინტერესო ახლა მე რომ დამსვადო მომაყოლა ხო პრინციპში როგორ აი როგორ იცრთობოდა ფოლადი. რამდენი მოგონება. იცრთობოდა ფოლადი ჩვენ ამ თემას დავუბრუნებთ, მაგრამ მანამდე აი ზუსტად შენთან ამაკანი შეკითხვა ჩარტებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ რადიოს მე რამდენადაც ვიცი შენ ხარ რაღაც უშუალო კავშირში ხო ჩარტებთან. თუ არა ეს ძველი ინფორმაციაა და ტყუილია. არა, ხიტა ყველა ერთად ხო. ყველა, აკაცი. კონკრეტული ერთი გადაცემა. არა, ანუ მიღავს, ესე იგი მაინც ხო. მაშინ მონომთელი რადიოღებულოს. გასაგები, ანუ მე ის ვიგულისხმე რომ რაღაც ერთგვარი გარკვეული პოზიცია გაქვს. ნუ ამ შემთხვევაში წამყვანი. და როგორც წამყვანი რა ხდება ესე თქვენ ჩარტებში დღესდღეობით. იცი რა არის, ძალიან ესე იცვლება თქო. ვერ კეთვე კვირიდან კვირამდე. აი არის ხოლმე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე სიმღერები ტრიალებს ამ ათეულში და რა თქმა უნდა. მაინც იცვლება ახალი, ძირითადად აი ახალზე იცი რამე კარგი ახალი რომ გაჩნდება, ხო იმავე კვირას შეიძლება მოხდეს ხოლმე ათეულში, იმიტომ რომ რაცა ყურს ხვდება რომ ახალია, კარგია და ეს იწყება ხოლმე რეკვა. და მსმენელთან თლიანად დამოკიდებული მაქვს. მე ჩემი ობიექტური აზრი, ჩემი უკანა პლანზე მაქვს. თუ სუბიექტური უფრო სწორედ არის უკანა პლანზე. და აი თანამედროვე ჟანრი ეს მაინც ძირითადად მე ეს ჰიტაღლუმი მინდის 1997 წლიდან გასული საუკუნის დასაწყისის ბოლოდან, ხო? და გადმოვიდა ამ საუკუნეში. შენახული მაქვს მე ყველა მონაცემი, ყველა ჰიტაღლუმის და ძალიან საინტერესოა მისთვის თვალის გადავლება სხვათა შორის. მაინც აი რა სტილის სიმღერები ლიდერობენ, ანუ ის ძველი ასე ტრადიციული საესტრადო, რასაც შეიძლება ითქვას რეტრო ნაკლებად არის ჰიტაღლუმში. მე ხსუ ყოველთვის ვამბობ ხოლმე თან რა, სულ ყოველთვის არ მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჰიტაღლუმი არ გულისხმობს საუკეთესო სიმღერას. ჰიტაღლუმი გულისხმობს ყველაზე პოპულარულ. პოპულარული და საუკეთესო კიდე არ არის ერთი და იგი არ ვაიგებ და ამიტომ ჰიტაღლუმში ხდება ის სიმღერა, რომელსაც აქტიური გულშემატკივარი ყავს უბრალოდ მარტივად. არის რაიმე სტილი, რასაც სიტყვაზე რადიოური არ ატრიალებს თავის ეთერში. რომელიმე მიმართულება, ანუ სიტყვაზე ჩვენ მიმართულებაზე არ ვამბობ თუ არის მამუკა, ჩვენ უარს ვამბობ კონკრეტულ მუსიკის ხარისხზე. მიმართულებაზე ნამდვილად არანაირი შეზღუდვა არ არის. და ამასაც რაღაც კოლექტივი წვითავს, ხო? ესე იგი მიიღოს კომპოზიცია და ჩასვას ასე ვთქვათ ბადეში. ხელმძღვანელობა, ამას ხელმძღვანელობა. აი დანარჩენი ძირითადად მაინც თქვი გემოვნებაზე არის თუ რაღაცა ისეთ სპეციალურად და განწყობა. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ცდილობს მაინც ასე თუ ისე, რომ ისე აწყოს თავისი მუსიკალური პროგრამა, ძალაუნებურად ასე გამოდის, ახლა სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ძალაუნებურად გამოდის, რომ შენ რასაც უფრო ნიშნულობას ანიჭებ და პრიორიტეტული შენთვის რა არის, იმას უშვებ ეთერში. თუმცა, მაინც კომპრომისზე წასვლა გიწევს. იქიდან გამომდინარე, რომ იცვალისწინებ ვინ გისმენს, რა დროა, როგორი მსმენელი ყავს ამ დროს და მაინც ითვალისწინებ ასე რომ მაინც გიწევს ზოგიერთი ისეთი რაღაც ეთერში გაშვება. პერსონაჟი ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ არის რაღაცა სიმღერები, რომელიც ჩემ ეთერში არასოდეს არ ჟღერს და შეიძლება მოისმინე მხოლოდ ხათუნას ეთერში, თქვა. ან მინას ეთერში, ან თათიას ეთერში, ან ვინ არ ჟღერს მაგაზე ვისაუბრებ და ეხლა ვინ არის პირველად ჰიტაღლუმი? ეხლა თემურ თათარაშვილი ახალი სიმღერა. თემურ თათარაშვილი. ჩვენ გვაქვს საშუალება მიხილოთ ბილბორდის ჩარტი პირდაპირ ეთერში.
ამერიკულ ჩარტში, რომელსაც ჟურნალი Billboard-ი ატარებს, მე-10 ადგილზე გავიდა Outkast-ის ალბომის სახელწოდებით Speak About the Love Below. გასულ კვირასთან შედარებით დუეტის ნამუშევარი მთელი 4 საფეხურით ჩამოქვეითდა. Outkast-ის ალბომი უკვე 25 კვირაა, რაც Billboard-ის საუკეთესო 100 დისკს შორისაა. ნელ-ნელა უკან მიიწევს Sheryl Crow-ს ალბომიც, The Very Best of Sheryl Crow. ამჯერად როკ მომღერლის ნამუშევარი Billboard-ის ასეულში მე-9 ადგილს იკავებს. კლასიკისა და პოპის შემსრულებლის ჯოშ გრობანის ალბომი Close-ը სულ უფრო ნაკლებად მოსწონდა ამერიკელებს. მართალია 2003 წელს გამოშვებული ნამუშევარი მე-18 კვირაა ჩარტშია და საპრიზო პირველ ადგილზეც არის გასული, მაგრამ ნელ-ნელა ქვედა საფეხურებზე ჩამოდის. ამჯერად ჯოშ გრობანი და მისი Close-ը მერვე პოზიციაზეა. მე-11 ადგილიდან ერთბაშად მე-7 ადგილზე გავიდა ჯგუფი Maroon 5 და მათი ალბომი Songs About Jane. თავდაპირველად ჯგუფი ალტერნატიულ როკს უკრავდა. ნელ-ნელა კი მათ მუსიკას R&B-სა და ფოლკლორის ელემენტებით შეემატა. ჯგუფი ბიჭებმა ჯერ კიდევ სკოლაში ჩამოაყალიბეს და თავდაპირველად მათ Clara's Flowers ერქვა. ამჯერად მე-6 ადგილს დაჯერდა რეპერი Kanye West-ის ალბომი The College Dropout. 2000 წელს ის Jay-Z-სთან მუშაობდა როგორც პროდიუსერი. პოზიციებს ართმობს country მუსიკოსის Kenny Chesney-ის ალბომი სახელწოდებით When the Sun Goes Down. ზუსტად გათვლილმა იმიჯმა მიზანს აშკარად მიაღწია. Kenny Chesney უკვე მე-6 კვირაა, რაც მე-5 პოზიციაზეა. ერთი ადგილით ქვევით, ანუ მე-4 ადგილზე დაფიქსირდა როკ ჯგუფი Evanescence და მათი ალბომი Fall. უკვე 54 კვირაა, რაც ეს ჯგუფი საუკეთესო ასეულში შედის. გასულ კვირას ჯესიკა სიმპსონმა სენსაციური ნახტომი გააკეთა. მე-16 ადგილიდან ის ერთბაშად მეორე პოზიციაზე ავიდა. ამ კვირაში ჯესიკას მოგზაურობა ჩარტში უფრო ლოგიკურად მიდის და ალბომი In the Skin ამჯერად მე-3 ადგილზეა. მეორე ადგილს იკავებს ალბომი Bad Boys 10th Anniversary და დისკში შედის P. Diddy's სტუდიაში ჩაწერილი საუკეთესო ჰიტები. პირველ პოზიციას ინარჩუნებს Norah Jones-ის Feels Like Home. რაც შეეხება Grammy-ის მფლობელ ალბომს Come Away With Me, ის მე-16 ადგილზეა დაფიქსირებული. ფლავ პირდაპირ ეთერში ვართ, მე კიდევ შევახსენებ, რომ ეთერშია SOUL. დღეს მე სტუმრად ხარ მეგობრები. რადიო 2 ქართული რადიო. და კიდევ პატარა ცნობა, გადაცემის ბოლოს გვექნება სიმღერის პრემიერა ჯგუფი Stacy. ხო, მანამდე კი რადიო 2 ქართული რადიო. აი, შენ კარგად ახსენებ, რომ ჩვენთან სტუმრად არიან მეგობრებიო და ჩვენ აქ რომ მომდიოდით, ჩვენს მეგობართან მომდიოდით და პირველი რაც თქვით ერთად რომ შევიკრიბეთ, მდիր მამუკას უთხრა დღეს სამსახურზე ნუვილაპარაკე. სამსახურზე ნუვილაპარაკე. ვიდა უციტოთი და ჩვენ ხალხთან დაიდები ძიმართეთი პროფესიონალურად დავუყრობ. ჩვენ ვართ ადამიანები, ახლა მკითხე ხარ, ვის რა გიხარია? მე ტურისტი მინდა ვიყო და არა წამყვანი. აი როგორც რადიო წამყვანს, აი როგორ ფიქრობ, როგორც რადიო წამყვანი უნდა იყოს თუ არა კარგი მზარეული მაგალითად. მას უნდა შეეძლოს, ეს არის საჭირო, აი რაღაც კავშირშია. ცირა მე შემინდა საერთოდ აი წამყვანი უნდა იყოს კარგი მზარეული. ცირა შეიძლება არ იყოს, მაგრამ უნდა საჭმლის კეთების მუღამი იცოდეს რა არის რა. ძალიან ხშირად ვადარებ ხოლმე მე თვითონ, იცი აი ეთერში რომ დაჭდები გემრიელად, ხო, ესე აი რა საჭმელს ვაკეთებ და გემრიელი რო კიდე გამოვიდეს და გულს ვაქცევ, ხო, აი ძალიან გავსებრი პროცესი ერთმანეთს. მიუჯდები მიქეს და ხო. შემოქმედებითაც უნდა შეცვალა. აი შემოქმედი უნდა იყოს. თუ შემოქმედი ხარ, ეს შენი შემოქმედება ნებისმიერ საქმიანობაში ვლინდება, იქნება ეს საჭმლის კეთება, იქნება ეს სახლის ამაგება. ძალიან ისეთ თემაზე ნებისმიერ საქმეში უნდა ვლინდება. აზათიანად. თავისთავად ეგ თუ ხდება ცხოვრებაში, ესეთი ცხოვრება შეგვიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ხარ ადამიანი, იმიტომ რომ რასაც აკეთებ სიყვარულით აკეთებ და თავისთავად სიყვარულითვე გიბრუნდება. და ამ შემთხვევაში აი პროფესია თუ გეხმარება, რომ აი ზუსტად ეს მომენტები გააცნობიერო, ან გააღრმაო შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ახლა თქვენ მუსიკასთან გაქვთ საქმე, რა თქმა უნდა, რაღაც სიამოვნების ერთ-ერთ საკმაოდ ძლიერ ასპექტთან. და ასეა თუ ისეა, მით უმეტეს როცა შენ არჩევანზეა, აი როგორც ანი ბრეგვაძემ თქვა, ჩემ არჩევანზე, ჩემს ეთერში მე ვიღაცებს არასოდეს არ გავუშვებო და მას აქ ამის
საშუალებაც და არც უფროსობასთანაც აქვს პრობლემები, ხო, ამასთან დაკავშირებით? არა, ხანდახან პრობლემა არა, მაგრამ ხანდახან არის ხომ ეთხოვნა, რომ ეს შეაპარე ერთი ორი სხვაც რა გიმართო. კიდე რა თვისებები უნდა გქონდეს, მაინც თქვენისადმი აუცილებელი წამყვანისათვის. იქნება ეს რადიო, ტელე და საერთოდ. იცი რა, ერთი საოცარი მომენტია, მე პირადად ჩემზე თავზე მაქვს დაფიქსირებული, მაგრამ მე მგონი რომ იგივე ხდება. არის რაღაცა წილი, გარკვეული დიდი წილია სხვათა შორის თამაშის, მაგრამ როგორ თამაში მეცი, რომ შენი ბუნებრივი მდგომარეობა არ დაკარგო მაინც და მაინც შენ იყო ის ბუნებრივად, უბრალოდ შენი ბუნება განწყობა. ეს არის რაღაცა მოკრძალების ელემენტია ალბათ, რომ შენი ეგოისტური განწყობა ესე არ გადმოფინო და არ გადმოშალო რა, ალბათ, არ ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ თან თამაშობ, თქვათ მოწყენილი ხარ და მხიარულს თამაშობ, მაგრამ თან რჩები შენ. ანუ შენ იმ ნაწილს წამოწევ წინ იმ წუთას, რომელიც არის შენში მხიარული ადამიანის ცხოვრება და იმას თავაზობ. თუმცა იმ წუთას არ ახარ ეგეც გაწყობა. და ამიტომ ეს წილი თამაშის არის, მაგრამ თან შენ თუ მე არ ახარ პიროვნება იმ წუთას იქ რა, მაშინ ხშირად არის ხოლმე სხვათა შორის, როცა ხალტურა რა. არის ხოლმე, ხდება ხოლმე, რა არანაირად რო არ განწყობა და ახალტურებ და რა მიდის ეთერში კაცმა არ იცის რა ესე ვერ აწყობს მიქს უგემურ საჭმელს აკეთებ გესმის რაღაცა ესე წავყვა ერთ 9 თქებიდან რაღაცა და გამოჩეულებრივი კვერცხი ისეთი არ გამოდის ხდება მსმენელი სხვათა შორის ვინც ძალიან ხშირად უსმენს რადიოს იმან ყველაზე კარგად იცის შენი მომენტში როგორ განწყობაზე აი შენ წარმოვიდგინე ვინ ძალიან ხშირად ისმენს და ვინც გიცნობს შეიძლება სახეზე არ გიცნობდეს არ იცოდეს რომ შენ ახარ მაგრამ იმდენად კარგად იცი შენი საქმიანობა რას აკეთებ როგორ აკეთებ რომ ძალიან ხშირად გქონია მე ასეთი შემთხვევა რომ ცოდნიათ როგორ განწყობაზე ვარ მე დღეს მოწყენილი ვარ ვიღაცა ესე იგი მაწენია თუ პირიქით ძალიან კარგ ფასიაზე ვარ და ეს ძალიან კარგზე მეტყოლებს იმაზე რომ თუ კი შენ საქმეს აკეთებ ეს საქმიანობა არის მიმართული მსმენელზე ის ძალიან კარგად ხდება ამ ყველაფერს. ის გიღებს შენ, ისედაც როგორიც შენ ხარ. შენ შეუულებრივი ადამიანი ხარ. და ამიტომაც არ სჭირდება თამაში. მე საკუთარი გამოცდილებიდან ეს დავასწრები, იმიტომ რომ როცა თამაშობ, მაშინ უარესია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეა. არ არსებობს ადამიანი ყოველთვის ერთნაირად კარგ ხასიათზე და მართალი რო გითხრა რაღაც რო რადიოს გადმოატრიალებ სენსორს და ყველგან ერთნაირად აჟიტირებულად კარგად არიან და არ იქა და რა კარგია ცხოვრება და ჩვენზე უკეთესად არავინ არ ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და მეცინება ხოლმე ხანდახან და ცოტა მაღიზიანებს კიდეც იცი ადამიანი ხარ ხო წამყვანი ხარ თუ რა ხარ ადამიანი ხარ და მე ხარ პროფესიონალი შეიძლება თქვა რომ ჯერ პროფესიონალი უნდა იყოს და მე ადამიანი მაგრამ მე მიმაჩნია რომ ადამიანებისთვის მუშაობ ჯერ ადამიანი უნდა იყოს და მე პროფესიონალი ამიტომ გამოიცანეთ დღემდე ეს რა განაპირობებს ამას ის რომ ჩვენი მსმენელიც რაღაცა სხვანაირია ვინც ჩვენთან სულ ეკავს ხოლმე ხო აი ისეთი გულიანი დამოკიდებულება აქვს რომ შენ თვითონ ვერ მიცემ შენ თავს უფლებას რომ ზერელე დამოკიდებულება გქონდეს ან ჩვენგან გამომდინარე არიან ეგეთები ან იმათგან გამომდინარე ვართ ჩვენ არ ვიცი მაგრამ მაინც არასოდეს არ ახარ წამყვანი დაცული რაღაც გარკვეული კაზუსებისაგან რა გარკვეული ასე ვთქვათ რომ ბილეთრო თქვა ისეთი სიტუაციებისაგან მით უმეტეს როცა მეც ვიცი რა არის რადიო წამყვანი და როგორ გამოხატავს თავის კეთილ განწყობას თუ არაკეთილ განწყობას რადიო მსმენელს ხშირად ხო საკმაოდ არ ვიცი აი თქვენთან თუ ხდება საერთოდ ესეთი აი თუ მომხდარა როგორ ახდება რომ ვიღაცა რეკავს აი სიტყვაზე დიდხან გირეკავს ტვინი მიაქ და შენ ვერეუბნებია ой ძალიან არის ხოლმე და სხვა შეს ძალიან მოქმედებდა ხოლმე ადრე ჩემზე და აი შენ დასვი კითხვა რომ რა არის აუცილებელიო რაც უნდა გქონდესო რადიო წამყვანსო და ვფიქრობდი ხეთ რაღაც ვეღარ გაგეცინე რომ პასუხი აი ხო წამყვანი ხარ და გისმენ შენ ათასობით ადამიანი და ნუ ურიცხვი რაოდენობა ხო არ ვიცი რამდენი ჩემთვის რასაც მე მივხვდი აი ამდენი წლის მუშაობის შემდეგ თავარია რომ შენ თვითონ იცოდე მოსმენა წინააღმდეგ შემთხვევაში შენ თვითონ თუ არ იცი მოსმენა აი არ ვიცი ეს როგორ მოქმედებს უკვე აი ამ პროცესზე როცა შენ თვითონ ეთერში ზიხარ და აიძულებს სხვას გისმინოს შენ ნუ ძალიან გაგიჭირდება შენ თვითონ თუ არ იცი ადამიანის მოსმენაზე როცა პირდაპირ ეთერში ზიხარ პირდაპირ ეთერი ის არის რომ ის მსმენელი გირეკავს და ან სულს გეტყვის და ან კარგს და შენ უნდა მოусმინო ხო
შეიძლება მოგინდეს რომ ყურბილი დაახეთ, ხო, მის მეტეს მე მიყვარს ესეთი პირად ურთიერთობებში მაღაზიათებს. თუმცა მის აზრს მაინც ითვალისწინებს. ხო, მაგრამ აი მე მივხვდი რომ ბოლომდე აი თუ კი გადალახავი რაღაცას, ხო, აუტანებს გვარს. მე მივხვდები უკვე იმ ადამიანს რა უნდა და რატო ესე გაღიზიანებული. მე შე რომ დაელაპარაკები, ისიც მოლბება და ბოლოს კოცნებს თვალით ვეშიდობებით ხოლმე ერთმანეთს. ხო და აი ყოველთვის ფიქრობდი რომ აი რაღაც ჟურნალებზე რაღაც გაცემა ქონდა ჩვენ აუდიო მედია და იქ ჟურნალისტები ძირითადად ამბობენ რომ აი კომერცია და მსმენელი და მაყურებელი და მკითხველი ამას ითხოვს და ჩვენ ამას ვაწოდებთ იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიარსებოთ. არ ვეკამათებდი არავის, მე ვამბობ რადიოზე, როგორ მუსიკასაც მიაწვდი და უმეორებ იმას, ხო? ნუ ბოლოს და ბოლოს შეიძლება ისმინო, ნუ არ მინდა კონკრეტული მაგალითი თქვა, მაგრამ ასჯერ რომ მოისმინო, შეიძლება თქვა რომ უი, ეს რაღაც მე მგონი კარგია, ხო იცი? რაღაცა კოშმარზე რა. ამიტომ აუ, ეხლა კოშმარზე არ ვამბობ, მაგრამ ბუნებრივი ეხლა ჩვენ მოვიგრებული არა. ეპიზოდი მინდა გავიხსენო რადიოს ისტორიიდან, გასული საუკუნის ისტორიიდან, აი თავიდან ახალი რაღაცები რო შემოვიდა, ახალი მახსოვს, მაშინ ჯუმბერა მანათაშვილი იყო პირველი ავტორი, ერთ-ერთი რომელსაც რაღაც ახალი მოიტანა, მე გაჩნდა 33-ა, ირაკლი ჩარკვიანს ქონდა უკვე რაღაცები და ის გაჩნდა ეთერში და რაღაცა, მაგრამ ამ ფონზე ეს ყველაფერი ესეთი ახალი და უცნაური იყო, რომ ირაკლი ჩარკვიანზე იყო, მახსოვს ძალიან დიდი ის გამლანძღეს საშინლად ქალბატონმა დეიდამ დარეკა, ახალგაზრდა ქალმა დარეკა და ნუ ესე იგი არა, შენაფრენ ეს მერე იყო, მანამდე იყო, რომ უბრალოდ ირაკლი ჩარკვიანის იყო, გამთარია სიცივია, მე მგონი. ისეთი გავილანძღე, ისე გავილანძღე, რას აბღავლებდა, ვის აბღავლებთ და როგორ გეკადრებათ და რას გვაჩვენთ და რას გვასმენებთ და მაგრამ თანდათან ჩაწვეთებით ეს ირაკლი მაინც არ დავჩაგრეთ ჩვენ და რაღაცა ლაგალად მაინც ჟღერდა ხოლმე ირაკლის სიმღერები. არ იყო გასული რაღაცა 2-3 თვე. ირაკლი ჩარკვიანზე მოთხოვნით რეკავდნენ უკვე ხნიერი ქალბატონები. სერიოზულად ეს ირაკლი ჩარკვიანი, იმიტომ რომ ეს ახალი აღარ იყო მათთვის და უკვე რაღაცა შეიგრძნეს რომ არ არის ეს რაღაცა საშინელება და არის მუსიკა და არის სიმღერა და არის ორიგინალური და არის ადამიანის მიერ. ყველაფერი და რაღაცა წყვილის მიერ გაკეთებული ხო? ბუნებრივი მოვლენაა, რასაც უფრო ხშირად მოისმენ თავისთავად. თავისთავად. აქ არ არის ლაპარაკი, კარგია, ცუდია, ამაზე არ არის ლაპარაკი. არის იმაზე, რომ შენ რაღაცას როცა კარგად იცნობ, ის გონი ის უკვე მოგწონს. იმიტომ რომ მე თვითონაც დამფიქსირები ეს მომენტი, სიმღერა, რომელიც თავის დროზე თქვა, პირველი მოსმენა, ხო იცი როგორი მოსმენაა, რომ იმ წუთას ხვდები. კარგია, ცუდია, როგორია და ხო, აი უტყუარია პირველი მოსმენა. მაგრამ მე ვატყობ რომ ვამე რაღაცა ავყევი მე ამ სიმღერას და ვიმღერე, იცი? იმიტომ რომ ის ყურში ჯდება, ის იმას იმახსოვრებს და მე ძალოვნებ რომ მსმენელიც იბნევა, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ გონია რომ ეს კარგია და ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ბევრი თქვა ისეთი სიმღერა იყოს პოპულარული, ხო? იგივე რადიოს წყალობით, რომელიც მე შეიძლება არ გავსოვდეს, მაგრამ არც იყოს ისეთი ღირებული. ეს მის დღესდღეობით, მაგრამ ახლა თქვენ ყველაზე კარგად იცით საერთოდ, იმიტომ რომ ისევე როგორც აი ჩვენი სტუდია ჩვენ მაინც არ აქვს იმ ხელა მასალა, იმიტომ რომ ეს კლიპებს ეხება. თქვენ ყოველ შემთხვევაში რაც ხდება ქართულ შოუ ბიზნესში, ეს იქნება გუშინდელი დღე, დღევანდელი და თუ კიდევ ვინმე რამე მომავალში მაინც აპირებს, მაინც ორიენტირებულია იმაზე, რომ თქვენს ეთერში ეს მოხდეს. აქედან გამომდინარე ინფორმაციას ფლობს მთლიანად. მე მაგალითად შეკითხვა რა აკლია მაინც ყველა შოუ ბიზნეს, ყველანაირ გარკვეულ იმას, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია ფაქტიურად, ახლა თანამედროვე მუსიკას, რომელიც ფაქტიურად ეხლა ყალიბდება, ეხლა ვეძებთ, ასე ვთქვათ, ფორმებს და შინას და ასე შემდეგ. აი მაინც რა აკლია, რა ჭრის თქვენ ყურს ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, რა მოგწონს, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან დიდხანს, მაგრამ რა სად არის, აი რა შეხედავთ პრობლემას, აი ნინო დაიწყოს. აი პრობლემა იმდენია, რომ რითი დავიწყო, არც ვიცი. თან იცი რა არის, ძალიან ბევრია. ძალიან კატეგორიული ვარ, მაგრამ მართლა ესეა. იცი შენ ეს ჩემზე კარგად. და იცით რა არის, მე მაინც მიმაჩნია, რომ ბევრია და პრობლემაც ბევრია, მაგრამ კარგი რაღაცებიც კეთდება. ეხლა მე არ მინდა რაღაცა ანალიზი გავაკეთო. იქ დაწყებული ტექსტიდან, რომ ადრე ტექსტს რასაც ეძახდნენ, ის დღევანდელ ტექსტებთან შედარებით არის პოეტური შედევრი, რა ქვია,
საერთოდ რა. აი რაღაცა მაგალითებს თუ გავიხსენებ ხოლმე. ფოლკლორი არ გამოირჩევა მაინც ტექსტუალური დატვირთვით, ხო? ისეთი საინტერესო ან რთული ან რაღაცა და ინჩიტები. ეს რა არის? ვერ შევადარ. ეს მარტო იმერული სიმღერებია. დილაოს თავისი მნიშვნელობა აქვს რა და აქ ხო და ну ამიტომ ну ყველაზე რა თქმა უნდა არ ვამბობს მე ბუნებრივია ღმერთმა დაგვიფაროს იქ რაღაცა შტამპებია გუშინ რაღაც გადაცემას ვუყურებდი და ერთი დიდი სიმღერა მგონიაო და ნაწილებიო და ну ზუსტად ესეა ჩვენ თვითონ ამაზე ვშაყირობდით ხოლმე ანდრე და მართლა ესეა რა ყველაფერი ერთმანეთს გავს მაგრამ აი ამ ყველაფერში არის რაღაცეები რაც არის მართლა კარგი და რაც აუცილებლად დარჩება რა და პრინციპში ესეც უნდა იყოს რა კარგი ყოველთვის ცოტაა და ამიტომ არ აქვს საგანგაშოდ საქმე მე ისინი სიმღერონ და თუ დარჩება არ დარჩება ხონახავენ მე რომ არ დარჩება ანუ იქა ხილი აქა იქა და ხილი ანუ რაღაცნაირ გარკვეული საცერიალი რომელიც რატომ არა ის თუ პირველ რიგში რასაც სიმღერაში ჩემს სპორტსთვის არის მაინც არანჟირების სიხარული აი არ არის რა არანჟირების ოსტატობა ჩვენთან არ რაღაცა ვერ ვითარდება ალაგ-ალაგ თუ გამოერევა რაღაცა მართლა ყურით მოსმენილი და ორკესტრი ვინც იცის იმის გაკეთებული და ეს საორკესტრო ხმოვანება მე რა ორკესტრი არ უკრავს აი ელემენტარულად ყველა ინსტრუმენტს თავისი შესაძლებლობა თავისი დიაპაზონი აქვს რაღაცა და ქართულად როგორ არის გრამატნა გაკეთებული არანჟირება არის ძალიან იშვიათი ძირითადად არის აი ღარიბი წარმოიდგინეთ ქართული რო არ იყოს ეს სიმღერა გადათარგმნე და რაღაცა ინგლისური სიმღერა გავუშვი იგივე მელოდია და ის არანჟირება და სადმე MTV-ზე დაატრიალე. ნუ აი არ არის რა. სადმე MTV-ზე მაგრამ უცნაური. ხო, მაგრამ აი ვერ ჩასვავ რა, აი ვერანაირად ვერ არის აწეული ის სიმღერა. თავისებურად რა თქმა უნდა, ეხლა მაგალითად ინდოეთის MTV რო ჩართო, ინდურ სიმღერებში ყოველთვის იგრძნობა, სანამ დაინახავ მის ჰაბიტუს ო როგორ გამოიყურება ხვდები რომ ეს ინდოეთის MTV-ია ეს მათი სიმღერებია მათი ანუ ჩვენთან ეს ნაკლებად იკარგება საექსპორტოდ ჩვენი სიმღერა მაინც არ ვარგა რა იმიტომ რომ აი არანჟირება ვერ არის სათანადო დონეზე სხვათა შორის ეთერში როცა მუშაობ მე უფრო ასე ვთქვა თავისუფალი ფორმატი მაქვს მე შემიძლია უცხოური გამოვიყენო და პლუს ქართული და ყოველთვის მიჭირს ქართული კომპოზიციების ჩასმა, აი გარკვეულ მიქსში, იმიტომ რომ აი დიდია სხვა. ბატონო, ძალიან დიდია. მელოდიკის თვალსაზრისით უფრო მეტია კარგი მელოდიით სიმღერა და რაღაც და რიტმიც არის ყველაფერი, მაგრამ აი რა ეს სხვადასხვა რამეა რა, აი აბსოლუტურად სხვა. დღეს ანი მოვიდა ჩემთან სტუდიაში, მე ეთერში ვიყავი, სანამ აქ წამოვიდოდი და რაღაცა გავუშვი და ეს არ მომეწონა და კარგი კომპაქტი მაქვს თუ გინდა ჩავდაცო და მომეცი მეთქი და მე ვეღარ ვიმუშავებ მეთქი მე მივხვდი რომ ვეღარ ვიმუშავებდი იმიტომ რომ აი ეს არევა ხო მე სულ სხვა ყურით უსმენ ამას და ნუ ძალიან მეწოდება ხოლმე ჩემი თავი მაგრამ მეორე მომენტია გაქვს საშველი რა აი სადღაც ხო გაგშენი რაღაცა ოქროს სანდუკის სადაც ხეს ჯაყობ და ირჩეული რასაც ქვია ხო ჩვენს ეთერში იქ უკვე შენთვის რჩეულ რაღაცებს ამოიყენებ. და მე ისეთი აი ნუ უამრავია. ეხლა ეს ჩამოსათვლელად ვერ გეტყვი. უამრავია იგივე ძველი ქართული სიმღერიდან ტრადიციული თანამედროვეში ძალიან ბევრია მართლა, რაც ჩემთვის ღირებულია და კარგია და მართლა დიდი სიამოვნებით უსმენ. მართლა ბევრია. ღმერთმა და ეგ რო არ იყოს, მაშინ ნუ 4 საათი წარმოგიდგენია რა დღეში უნდა. არ არის ძალიან ღირებული, მაგრამ მე სიამოვნებით უსმენ რაღაცა არის ჩემთვის. ვიღაცისთვის შეიძლება არ არის, მაგრამ ჩემთვის ხო პირადად ჩემი სუბიექტური აზრია და მე მაქვს იმის პრეტენზია, რომ ნუ აი რაღაცას ხვდები. ხო, აი ჩემთვის კარგია და მე ამას უსმენ. მაგრამ აი სხვაგან რომ რავალდა მე რაღაცებს მოусმენ ხოლმე, მე შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ მე ყოველდღიური შეხება მაქვს ამასთან და მინდა არ მინდა 4 საათი უნდა ვიждდე და უსმინო. ხო და ამიტომ თქვათ მონანტრებული ვარ. ხანდახან მithქვამს რომ რაღაცა კლასიკა მომენატრა ძალიან და სახში მივსულვარ და ჩამიდია კლასიკა კომპაქტი რომ არ გამაგონოთ არაფერი, არც ხალხური არაფერი არ გამაგონოთ, მინდა მხოლოდ აი რაღაცა კლასიკური მუსიკის მოსმენა. და კიდე რა მიფიქრეთ, აი დილა მაინც იტანს რიტმით რაღაცას გაიტან. აი ღამე ჩვენი რადიო არ მუშაობს და რომ მუშაობდეს მე არ ვიცი რას ვიზამთით. შენ ადილით არ ღამე არ არის არ 2 საათზე წდება. ღამის 2 საათამდე. ღამის 2 საათამდე. აი
რო გრძელდებოდეს უკვე ღამე ძალიან კატეგორიულია, უკვე ღამე კარგი უნდა იყოს ძალიან. იმიტომ რაღაც კონკრეტული მისამართი არის, კონკრეტული სმენელი ხავს ერთი და არა ქართული მასალა ღამე, ვერ წარმოვიდგენ. ღამე რა უნდა გამეკეთებინა რო ყოფილიყო არის და ანუ გააკეთებ 2 საათს, 3 საათს, 4 საათს. თელ ღამეს ვერ გააკეთებ. რთულია. ისე ჯერ ყველაფერი კიდე წინა გვაქვს. და როგორ არის დევიზი, ყველაფერი კარგად იქნება. კარგად არის ყველაფერი კარგად. რადიო 2 ქართული რადიო, ნინო გეგეშიძე, ანი ბრეგვაძე და ხათუნა კობერიძე. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა წარმატება გისურვოთ და ერთი ბოლო შეკითხვა, ესე იგი FM 109-ზე, თქვენ რა დღეებში და რა დროს, ასე ვთქვათ, შეგვიძლია რომ გიხილოთ. თუ ისე ცოტა გრაფიკი გაქვს. არა, საფუძველი გრაფიკი გქონდა. თუ იმადია დამოკიდებული როგორ დამთავრდება ხათუნაც. მე ჩემი მსმენელი გავაწბილე. ყოველ კვირას რამდენი წელი უკვე მე მიყვავს ღამის 10 საათიდან რადიო ეთერი. დღეს საკავარდება. ეს სამაგიეროდ დავეჭირე. დღეს მე რო გავიგე რომ ეთერი ქონდა ძალიან გული დამწყდა, ფიქრობდი რომ რაღაც ჩარტო გავკეთებინა სატელეფონო, მაგრამ აი მაინც დავდო პატივი და მოვიდა. ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ეთერში, ჩვენი მაყურებელი ამ შემთხვევაში. მაინც ვერ დაიმახსოვროს ჩვენს დღეს და საათს. ასე რომ უბრალოდ ვეტყვი რომ ჩართო რადიო და მოვუწვიეთ. ჩართეთ FM 109 ქართული რადიო. კი, ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. კალბადონო მეგობრებო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებას გიშურვებთ. ჩვენ კი ახლა პატარა რუბრიკა სოლო ალფავიტი, რომელშიც თქვენ წინაშე წარდგება ჯგუფი AC/DC, ხოლო მის შემდეგ კი ქართული ჯგუფი AC. აი ეს. არის ჯგუფი AC/DC. ეხლა კი თქვენ გაქვთ საშუალება უფრო ახლოს გაიცნოთ ჯგუფი Stacy. საღამოშიდობისა. საღამოსავლები. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ ტელემაყურებლებს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სოლო პრემიერა. ანუ ერთ-ერთი თქვენი, ასე ვთქვათ, ახალი სიმღერის სტარტგენა იქნება. სანამ კლიპს გადაიღებთ და ერთი ამბავ ფულებს შეაგროვებთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, ან თქვენი პროდიუსერი ბატონი ზალგო ბერგერი იზრუნებს ამაზე, მანამდე უბრალოდ ჩვენ გავაცნობთ, რა თქმა უნდა, სიმღერას, მაგრამ თავისთავად სანამ ავაჟღერებდეთ, ერთი-ორი შეკითხვა მაქვს, მაინც როდის ჩამოყალიბდა ჯგუფი და ესე, მოკლედ. იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენ ძალიან რამდენიმე წლის წინ შევხვედრივართ რადიო სადგურში, თქვენ მაშინ პირველი სინგლი იყო თუ რაღაცა. პირველი ეს იყო, პირველი ნაბიჯი ჯერ თავიდან მინდა მოგესალმოთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და საერთოდ ამ არხს იმისათვის რომ მოგვეცა საშუალება. მე მგონი რომ პირველი პრეცედენტია ესეთი, როდესაც სიმღერა ეთერში პრემიერა კეთდება, ანუ კლიპის გარეშე. ხოლო რაც შეეხება ჩვენ შეხვედრას ეს ანუ თქვენი დამსახურებაა. ჩემი დამსახურება არ არის, მე უბრალოდ მაშინ ხით პარადი მქონდა რადიო აუდიენციაში მუშაობდი. შენ ყოველთვის გვინდოდა იმის თქმა? ყოველთვის გვინდოდა რომ ესე გვეთქვა ხალხისთვის, რომ მამუკა ვერიკა ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც ჩვენი პირველი ნაბიჯებიდან დღემდე ესე მეგობრობს და რაღაც ეს ურთიერთობა მოდის და ყოველთვის შეძლებს დაგვარად გვეხმარებით და თავისთავად ჩემი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად გავაშუქო ის, რაც კეთდება. ეს იყო რადიო სადგურში, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როცა მუშაობდი, აბსოლუტურად სხვა საკმაოდ სერიოზულ მუსიკაზე ვაკეთებდი გადაცემებს და რაღაც მომივიდა იდეა. მაშინ ძალიან მწირი იყო ეს ქართული სიმღერები, ძალიან ცოტა იყო თანამედროვე რაღაც ქართული და მეც უბრალოდ დავინტერესდი იმ პროექტით, ეს ჩემთვის ერთგვარი ავანტურისტული პროექტი იყო. და დავდიოდი ესე კარდაკარ, ვეხვეწებოდი თუ რამე გაქვს ჩანაწერი და ჩვენიან დღეს მოვიდა მოხვედით თქვენ. და მოიტანეთ რაღაცა სიმღერა საკუთარი დამოკიდებულებით და იმის მერე გავიდა ძალიან ბევრი წელი. კი, ეს დაახლოებით 4 წლის წინ. კი,
ხო, 1-4-5 წლის წინ ალბათ იქნებოდა და აი რა შეიცვალა მაინც თქვენთვის, აი ძალიან ქალაქში რა შეიცვალა, ხო, აი მუსიკალურ ასპექტში. სასიკეთოდ თუ როგორ მიმდინარე? ქალაქში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. თვითონ მუსიკალური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ უკვე დღეს იმ მომენტზე ვდგავართ, რომ აი უკვე ქართული სიმღერები და ქართული მუსიკა ბევრი გვაქვს, მაგრამ ვეძებთ რაღაც ახალს. და სიახლეზე და აი დღეს უკვე ეს გვაქვს და ტექსტზე ვინ მუშაობს? ტექსტზე ჩვენ თვითონ ვმუშაობთ. ჩვენ თვითონ ვქნით. და მელოდიაზე. კი. ყველა მელოდიაზე, აი კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამ სიმღერაზე მელოდია ეკუთვნის. ჩვენ საერთოდ აი ამ სტილის სიმღერები მაინც არ გვგებლავს და არ მოვწონს, მაგრამ დენს მუსიკა გვიყვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო მეგობარმა თავისი გულიდან, სულიდან რაღაც ლამაზი შექმნა და თხოვა რომ იქნებ თქვენ შეგასრულებინათო და შემდეგ ტექსტიც მასთან ერთად ეს მისი სახელი და გვარი არის ირაკლი მაზიაშვილი, ჩვენი მეგობარია და ეს უბრალოდ ესე რა თქმა უნდა ყველა ჯგუფს ყავს თავისი ფანები. ყველას ყავს, ყველა გულშემატკივრობს, ალბათ მოდიან თქვენ როცა მუშაობთ, რეპეტიციობთ და ასე შემდეგ, ხო? კი. გოგოები, ბიჭები და ასე შემდეგ. კი, და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრათ, იმიტომ რომ აი მათგან მოდის ძირითადად ენერგია რა ეს. ეს როცა გრძნობ ამას, როცა გრძნობ ამას, პასუხისგებლობაც მეტია და უფრო რა ვიცი. გეუბნება იმით რომ კარგია რომ ხარ და მოდი წახვალ და კიდე და შემთხვევაში ეს აძლევს შემსრულებელს იმის ძალას რომ იარსებოს იყოს და რაღაც ხასიათი შექმნას სხვა სიმღერაში იმის რომ ანუ შენ თვითონ გიჩდება სრული რომ ვიღაც ადამიანი გისმენს და ცდილობ რომ ორმაგად მეტი სიამოვნება მიენიჭო რაღაც სიმღერით და გისმენს ალბათ კი არა და ნამდვილად სასიამოვნოა და ქალბატონებო და ბატონებო, ზუსტად ეს ის მომენტია, როცა ბევრჯერ ნანახს ერთხელ მოსმენილი ჯობს და ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება მოვისმინოთ ეს სიმღერა სახელწოდებით სახელწოდება მე შენ და სხვა. მე შენ და სხვა. ხო, რაც ყველაზე მთავარია, სად ჩაწერეთ რომელ სტუდიაში მუშაობთ? ეს ჩავწერეთ სანო სტუდიაში. თქვენ ძირითადად მაგ სტუდიაში მუშაობთ თუ სხვადასხვა სტუდიაში? ძირითადად ახლა ალბომს ვამთავრებთ და ძირითადად ალბომის უმრავლესობა სიმღერებისა, რომელიც ამ ალბომში შევა, არის სანო სტუდიაში. გარკვეული დრო თანამშრომლობთ სანო სტუდიასთან, ახლა უკვე შევწყვეტეთ და აწე ალბათ რომელიმე სტუდიაში დავბინავდებით, ესე სხვადასხვა სტუდიაში. არაფერი არ გამოგვაბარო, ეხლა კი სიმღერა. ჯგუფი Stacy კომპოზიციით მე შენ და სხვა. მე კი ამით მე მგონი უნდა დაგემშვიდობოთ. გითხრათ ჩემი ჯადოსნური სიტყვა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის და adios amigos. ჯგუფი Stacy.
ალბათ არასდროს მე ვირო